ამ ვიდეოზე რასაც ნახავთ, არ დაიჯერებთ, შეხედეთ, ეს არის ხელის პროთეზი, კონკრეტულად მტევნის ნაწილი, ეს კი წინამხრის ნაწილი, რომელიც დაფიქსირებულია ადამიანზე, რომელიც ამ პროთეზს დისტანციურად მართავს. წარმოიდგინეთ, ადამიანს არ აქვს არანაირი წინამხარი, მუსკულატურა, ნერვული დაბოლოებები და მას მიუხედავად ამისა ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად შეუძლია მსგავსი რამის გაკეთება. უფრო მეტსაც გეტყვით, Open Bionic მუშაობს პროთეზებზე, რომელსაც შეეძლებათ ადამიანებს დაუბრუნონ შეგრძნება ამ პროთეზის ხელის გავლით. ამ ვიდეოში კი ხედავთ ადამიანს, რომელსაც უკეთია სენსორული სამაჯური და ამით დისტანციურად შეუძლია ამ პროთეზის მოძრაობა. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია ქირურგიულად ტარგეტული კუნთოვანი რეინერვაციით და სენსორული რეინერვაციით. ეს ქალბატონი არის პირველი პაციენტი, რომელშიც იტესტება ეს პროთეზი, რომელსაც შეუძლია შეგრძნება დაუბრუნოს მას. დააკვირდით ამ პროთეზის ნაზ მოტორიკას და მოქნილობას, რამდენად მსგავსი მოძრაობები აქვს ადამიანთან შედარებით. ეს არის მოდულარული ორთოპედიული კიდური, რომელსაც საგანთან შეხების შემდეგ დაახლოებით 200-მდე სენსორით შეუძლია ინფორმაცია გააგზავნოს სენსორულ ნერვამდე ამპუტირებულ ხელში. ეს ყველაფერი შესაძლებელია იმ ტარგეტული სენსორული რეინერვაციით და საბოლოოდ ეს ინფორმაცია მივიდეს ტვინამდე. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ეს პროთეზები, რომლებიც განვითარების საერთოდ სხვა ეტაპზე არიან და მთლიანად ორთოპედია გადაყავთ საერთოდ სხვა ეტაპზე და ესეთ ადამიანებს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ ამპუტაციის გამო, უბრუნებენ შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა ძალიან ძვირი ეღირება და დაახლოებით მათი ფასი 100-დან 200.000 ევრომდე მერყეობს. თუმცა რა თქმა უნდა ამ სფეროს განვითარებასთან ერთად ეს ფასი მომავალში დარეგულირდება.